მორიგი ფარსი ოპოზიციისგან ნაცმოძრაობის განაყოფები გაერთიანებას ცდილობენ შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა მართველი გუნდის შეფასებით. ოპოზიცია ისევ ძველ სცენარებს იმეორებს, რომელიც ასევე მარცხისთვის არის განზერული. რატიმედრეველი გემბოთ. ფუძნდება ოპოზიციის ალიანსი, ჩვენ თანხმდებით ერთიან მიმართულებაზე. ჩვენ ვქნით სანდო ალტერნატივას. არის ჟამი ქვათა შეგროვებისა. ახლა სწორედ ეს ჟამი დგას. აქცია, სანქცია, ალტერნატივა. გადაყირავების შანსი გვაქვს. ჩვენ უნდა შევძლოთ, გამოვიყენოთ თუნდაც გეოპოლიტიკური ცვლილებები, რაც არის სწორად, ეფექტურად. საჯაროდ უკვე რამდენჯერმე გაერთიანებული რადიკალური ოპოზიცია კიდევ ერთხელ ერთიანდება. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა შანსი არც ცალ-ცალკე მისცა და არც ერთად, გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ სადონ. როგორც წესი, სცენარში მცირე დეტალები იცვლება. ერთობა ხან მრგვალი მაგიდის ირგვლივ გამოცხადდა, ხან მანიფესტის, ხან ზურაბიშვილის და ხანაც ბურჭულაძის ხოლგის ქვეშ. ეს ერთობის მერამდენე სერიაა სათვალავითავად ნაცმოძრაობასაც აერია, თუმცა თქვეს, რომ მიზანი ისედაც ერთიანი ოპოზიციის უფრო გაერთიანებაა. ერთობის ფორმატი ამდენჯერმე შეიქმნა. შეგიძლიათ გაიხსენოთ რიცხვი მერამდენე გაერთიანება ეს ესაზღვრება. თქვენ და თვალე საპროტესტო ელექტორატის მხრიდან დაკვეთაც იყო, რომ ეს ძალებისაც ერთიანები ვარ და უფრო მეტად კოორდინირებულები ვიყოთ. გაერთიანებულთა შორის არიან ნიკა გვარამია, თინა ბოკუჩავა, გიორგი ვაშაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიგი წერეთელი და სხვები, ანუ ისინი, ვინც არც არასდროს დაშლილან. როგორც გაირკვა, ეგრეთ წოდებულ ახლად გაერთიანებულთა რიგებში ვერ მოხვდნენ ლელო და გახარიას პარტია. ლელო საკითხზე არ ლაპარაკობს, გახარიას პარტიის ირგვლივ კი ერთობის წევრები გზავნილებში აირივნენ. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მათთან თანამშრომლობას არც კი განიხილავენ. ნიკა გვარამია კი იმედოვნებს, რომ გახარია ერთობას შეუერთდება. გახარიას მე მგონი სხვებიც არ დიდად არ განიხილავდნენ ამ ერთობის წევრად. ფორმალურად ცალკე მდგარი გახარიას პარტია ამბობს, რომ ერთობაში გაწევრიანება მათთვის არავის უთხოვია და რომ ცეთხობათ მათგან მტკიცე უარია, რადგან ამ ერთობაში გახარიას დეპუტატები საკუთარ თავს ვერ ხედავენ. ამ კონკრეტულ პარტიებთან 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარის შემოქმედ პარტიებთან, ნაციონალურ მოძრაობასთან, მის განაყოფებთან არანაირი საერთო არ გვაქვს. არც მათი მოწვევა გვჭირდება, არც მათ მოწვევას აქვს ჩვენთვის რაიმე სახის მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, არანამდვილად არც გვჭირდება. ამ ერთი შეხედვით ქაოტური სიტუაციის უკან არსებულ მარტივ სცენარს სახელისუფლებო გუნდი იოლად კითხულობს. ხალხისგან მივიწყებული რადიკალები საზოგადოებას და გარე პატრონებს თავს ისევ ეგრეთ წოდებული გაერთიანებით ახსენებენ. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ ეს მცდელობაც მზის სინათლეს მხოლოდ რამდენიმე დღით ნახავს. ნაცების ნარჩენების ერთობა, მასე მარტივად შეგვიძლია დავასათაუროთ დღევანდელი კლოუნადა. პრინციპში არც არასდროს დაშლილან, მუდამ ერთიანები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში. ამ აგენტურის ადგილი, სადაც არის 2012 წელს განსაზღვრა ქართველმა ხალხმა და ეს ადგილი პოლიტიკური სანაგვია. ცდილობენ, რომ საზოგადოებას თავი შეახსენონ, რომ არიან კლავას პოლიტიკურად ცოცხლები. ეს განცხადებაც თავმად შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებას ორი დღეში საერთოდ არ ემახსოვრება, იმიტომ რომ არანაირი რეალური ხელშესახები ამ განცხადებიდან არ გამოვა ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ესენი ბუნებრივია როგორც მიიღებენ დავალებას, მოიქცევიან ისე, მაგრამ ვერც ერთი სვლა პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე მათ წარმატებას ვერ მოუტანს. გაერთიანებულებიც გვინახავს, დაპირისპირებულებიც გვინახავს, ერთმანეთის გინების პროცესშიც გვინახავს და შედეგი მიიღეს ის, რომ აბრალებენ დღეს ღობეს რევოლუციის მოწყობას. ეხლა უნდათ როგორმე ახალ ვითარებაში, ახალ დაძაბულობაში, ახალ გამოწვევებში, რომლის წინაშეც სოფლიო დადგა, კიდევ ერთხელ დაანახონ თავი, შეახსენონ ბრიუსელის ადმინისტრაციას თუ სხვა ბიუროკრატიებს, რომ ისინი არსებობენ. რადიკალური ოპოზიცია მორიგი ფარსისთვის ემზადება. უკვე ბევრჯერ ნანახი სცენარით კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას ხელახალი აღმოცენება ამჯერად ადრიან გაზაფხულზე უწევს.